სად მივდივართ მეგობრებო და ჩვენი შეპირებული ვიდეო რო გასვლებს გადავიღებთ. აი, დადგა ის ნანატრი მომენტი და ვიღებთ გასვლას. ოღონდ ახლა იქნება ოდნავ უჩვეულო. Off-road კლუბ 24/7-ზესთან ერთად, იმიტომ რომ მეც მათი წევრი გავხდი. მივდივართ ფშავში, ჯომერდობაზე. მერე მივდივართ პატარა off-road-ზე და მე რა თქმა უნდა უნდა აღვნიშნოთ ეს ყველაფერი და ვიკეიფოთ, იმიტომ რომ ყველაფერზე კეიფობენ ეგენი და მეც გავხდი მოკეიფე. პეტროლ, ხომ ხედავ, ჩვენ შენთან მოვედით, სანამ გრძელ გზას გავუდგებით და ჩემი აზრით ეს ნიშანია იმისა, რომ ჩვენ ამაში ფილს არ უნდა ვიხდიდეთ და სპონსორი უნდა გახდეთ ჩვენი. რავი, თუ გინდა, იქნებ გახდე. იმიტომ რომ ჩვენ გვინდა. მოი ბატონი გურამ გელაშვილი, გაიცანით. გაიცანით ბატონი, შეფი, დავით ვერულავა. დღეს თქვენი მანქანით ხართ? არა. ამჯერად არა. იმიტომ რომ როგორც ვიცი, დიდი ოფი მაინც არ იქნება იქა. უფრო გართობის ფორმა ექნება ამ ყველაფერს და ნუ ერთხელ მეც მინდა რომ შტურმა ნატყიდო. მაგარია ხო. ანუ შეიძლება გავუმკლავდე ჩემი მანქანით, გადმოჯდომა არ დამჭირდეს. არა ხო? მე მგონი არა. ხო და ეგ არის მაშინ. ანკას პერსპექტივები აქვს ოფროუდში. დიდი. როგორია? დიდი პერსპექტივები აქვს, დაჟე შეუძლია მივიდეს იმ დონეზე და სიმაღლეზე, რომ ერთად იაროს ჩვენ განთქმულ ნინასთან ერთად. როგორც არა, კლასიფიკაციაზე მაქვს უკვე. საუბარი პროფესიონალიზმზე მაქვს საუბარი, უკვე მიდის იმ დონეზე, რომ შეუძლია ნინასთან ერთად სრულად და ბოლომდე დაირქვას ქართველი ოფროუდერი ქალის სახელი. დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის. დიდი მადლობა. კომპლიმენტი არ არის, ეს ფაქტია. შენ რას ფიქრობ? შენზე? ხო. ვაიძულებ, რას ფიქრობ? თქვი. აი, ამ ველოსიპედს რო შევშლით, მერე ბეჟოს რო შენასრულებ, ხო? კი. ბეჟო ისვენებს დღეს. მე აქ ჯანსაფხალს ვამაგებ ესეთი რაღაცა. ახლა მაგრა უხარია. დორიტოს ამბობთ. დორიტოს რა უნდა უთხრა? ხო, რა? დამას მეცნარი, ოფროუდზე მიყავს შენი ჩიპსი. იცი რა მიმაქ ხოლმე, მე რო არა საერთოდ ცხოვრებაში ჩიპსი არ ექნებოდა თან. სულ ჩიპსები მიმაქ. სანდროს ამოჩემება ახალი. პროდუქტი ვიყიდეთ იმისთვის, რომ ძალა მოვიკრიბოთ მერე და დავისვენოთ კარგად და ვჭამოთ. ეხლა ველოდებით რომ ყველა ბოლომდე შევიკრიბოთ და იალა ფშავი! შენ მანქანაზე ველოსიპედიაო და რატო თქვეს? იმიტომ რომ პირველ რიგში არის სპორტი. და არ აქვს იმდენი ფუნქცია, რამდენიც რუბიკონს საოფროუდეთ. ანუ ოფროუდს გავქაჩავ, მაგრამ ძალიან მძიმეს ვერა. საჩუქარიც ესეთი უნდა. დანაც რა პატარა მგონია. დიახ, და წავიდეთ ზაგესიდან. როგორ გაიგეთ? როგორც მითხრეს ოფროუდერებმა, შენ გაქვს ერთი ცუდი თვისება, რომელიც გამოსასწორებელიაო. რომელზეც ოფროუდის დროს აკეთებ და რა არის? ძალიან ხშირად კი რა. სულ აკეთებ მაგას და ეს არის ტრაკზე მიჯდომა. ხალხო, ისედაც ნუ ტრაკზე მიჯდომა ხრეშიან გზაზე არ შეიძლება და მით უმეტეს, როდესაც ესეთი შუშა გაგწინ. კენჭებს მანქანა რო ისვრის, ხდება აუცილებლად. სულ მაგაზე მეჩხუბებიან. ნუ გეჩქარება, ტრაკზე ნუ გვაჯდები. მე ამას ტრაკზე სამანქანო. იმიტომ რომ ვარ მოუთმენელი და ვერ ვხვდები ნელა იარე შვილო. აი ესე მეუბნებიან ხოლმე და არა, მე მეჩქარება, მე ყველაფერი მინდა გუშინ.
ვინერვიულობდა რა? უნდა ვინერვიულა? თქვენ ხო მოჯამარდა ხართ? ხო ჩვენთან ერთად იქნებით. ხო და ისი უნდა მეშინოდეს. სანერვიულო არის? სურვათ არ ვიცი ეგ მინუსია? აუიდე და თქვენ მე ვერ გადამარჩენთ გადავარ. ინსტრუქტორს რო ჩაგიტარებთ, მოისმენთ ინსტრუქტორი და იმის მიხედვით მოიქცეთ ნავში. კაი, ფეხები მნიშვნელოვანია? დამაგრებული ხარო ფეხებით? ფეხები იქ აქვს გამაგრებული სპეციალური გასაყრელი აქვს ნავში და იქ რო შევხვდეთ ფეხებს აღარ გადავარდებით. ხო და ვსა მივდივარ. საში არაფერი არ აქვს. არა ხო რაზეა ბაზარი ვსა. მე მეში. არა ეხლა ისეც ხარ. ხავს რანგლერი ყავს ოფროუდი გინდა და ჯომარდობის გეშინია. არ ვიცი. გადაგიღებ. არ მოდი ხა? მეშინია რა. აი მეც მეშინია. ჩემ ტიმს გაიგებენა? მაგრამ მე გადავიდე. მაინც გადავწყვიტე. არა უშავს მე. აბრძოლები რა დამეწყოს ახლა ჩემ თავთან იქ. ხო იცნობ ჩემ თავს. არა კაცო დედას. შენ ას მიქნევ თავს ვერ გავიგე. არ მოდიხარ და რჩები. აი ვინ მოდის? კაცი ოფროუდი, კაცი ჯომარდი. GoPro მიმაქვს რა. ხო. იმედი არ ჩაგვივარდება. არა პატოსია. ჩემი ვსტოვებ. ჯისიც გეშინია, პირველ რიგში ეგ უნდა გააკეთო ჩემი აზრით. კაცი ნათხოვარი შავლი. ძალიან სექსუალურია, მინდა გითხრათ, გადავუღეთ. ესეთი ფეხები რა ვიცი ძმაო. ჩამწვა გველოს ხალხი ჭიდობით გველოს, ჭიდობით გვეჯომარდოს. ბიჭო, ჩაია, ბიჭო რა. მე და ამას ჟილეტებს არ გვაცმევენ, აქ ჭირდებათ თქვენო. ისედაც იტივტივებთ ხო, გიტებით. აბა მშვიდობით იარეთ. ის თევზებს მოერიდეთ. დიდ ქვებს და თევზებს მოერიდეთ. ჩვენი მეგობრობის აიყოს და ჩვენ ჯომარდობის აყო. დაულოცავ ბატონ მეფეს და ხალბატონ თამადას ისა მოდიშით კაცო. ნაცისტები მოტოციკლებაზე რო იჭერენ. ეს რა? იჭრება. ეს არის უნიკალური დღე. არასოდეს არ ყოფილა, არ ვიცი, არც გამიგია ვაფშე, რომ მონადირები და ოფროუდერები ერთად გასულიყვნენ გასულად. რა მე სულ იცნობდეთ კახა შაფაკიძე, სად მივდივარ? მონადირეთა ლეგიონის ხელმძღვანელი, სული გული, აჩამაგოთ არ დამწუხოს წყალში. ამაარსებელი, მამოძრავებელი ძალა. მაქვს პატივი რომ ამ ოჯახის წევრი ვიყო მეც, მონადირეთა ლეგიონის. და ჩვენი ოფროუდ კლუბი 24/7-ზე დღეს ჯომარდობთ. ეჯო. სასწორია. აბა ხელი მკივაო, ფეხი მკივაო, ტრაკი მკივაო. არავინ არ მოხდეს მე. ხანი გახურდება პირიქით მკივას. ეხოწებით რა ერთი იყოს ბეჟო და თქვენი ყავით ყველა ბეჟოსთვის. ოღონდ ეს კაცი დამიბრუნეთ უკან და აღარ მინდა არაფერი. შეხედე. გვერძლებს ჩემს გარეშე. ვალიდოლი და ისა კორვალოლი უნდა ვსვასულ, ხო ვიცი არა? ხმას ხო იწერს ახლა. ლაშა შემოგვესწრო, აი ლაშაზე რო გელაპარაკებოდით გზაში. დაგეციეთ როგორ დაგვეწია ძლივს. გუში მანქანა გამიფუჭდა. ჯერ ერთი მხარე ნაწილი გავაკეთე და რო გამოვედი იქნა დაახლოებით 2 კილომეტრი არ ქონდა და გამოვლინე და მეორე ნაწილი გამიფუჭდა. და დღეს დილით გავაკეთე და აი წამოგეწიეთ თავი. და ეხა გეშინია? დისიგად. ჯომარდობა. არა ჯომარდობა არ მინდა. მაგის მეშინა. ჩემთან რა. უკან არის 4. 2. ხლა მხოლოდ ბუნება ვიცის ჩვენ როგორ გავერთობით თუ სავალალოთ დასრულდება ყველაფერი. შენ თავსაც გადაუღე ერთი. კასკა იცი როგორ გეხდება? ჩამოვედით მაღაროს კარში, საიდანაც უნდა დავეშვათ და სადაც მანქანები ყავს დატოვებული და ჩვენი რამოდენიმე მეგობარი რომლებმაც ვერ გავედეს ჯომარდობა. ჩავდივართ ნავებით იმ ადგილამდე, გზაში ვიყავით 1:20 წუთი, არა 15 სადღაც ეგრე ანუ წარმოგიდგენიათ და ამბობენ რომ ჯომარდობა 1 საათი გასტანს სადღაც. ნერვიულობთ კი? ველავთ
ჩემი ნავარჯიშები ხელების იმედად ვარ, იმიტომ რომ ბეჟოს ხელების იმედად არ ვიცი რამდენად უნდა ვიყოთ. მაგრამ ჩვენი ბეჟო იწევს ძალიან. თორე კადრები დარჩება გვერდზე. ყედავ. ჩვენი ბოსი. ჩვენი ეკიპაჟი. გაზავთ მაგრად, რო იცოდეთ. პირველობაზე. პირველები უნდა ჩავიდეთ, აბგონები და მთელი ამბები. ხვდებით ხო? წვეტი და სწორი ხაზი არ არსებობს. პირდაპირ მიდიხარ. სტრეჩინი კიდე არ შეგხვდება, დარწმუნებული ვარ. ბეჟო, იალა, როგორც უნდა ისე იქნებ. Rogaria. Ja, dat is normaal. რა მოხდა მოყევით ვის გადავასწარით ის რომ ეჯოს უნდა რომ გადავასწროთ არა ისიც საქმელია რომ ჩვენ ვიყავით რიგით მესამე ბეჯო ისახის რომ ძიმე წონაა და მაგით აიხრება ჩვენი ნავი იქიდან კარი ძიმე წონა ბეჯოს შეხედათ თქოს This is Sparta! მოვიჯომარდეთ. ცოტა ხანი დასვენება გვქონდა. ცოტა ვჭამეთ. ძალიან ცოტა. შივრები ვართ, გიჟები ვითაღოთ. კიდე მინდა რომ მოვიდეთ, უბრალოდ უფრო მეტი დაბრკოლება მომინდა. კლავები, კაროჩე, მაგარი ნამუშევარი მაქვს. ეხა უკვე მივდივართ ოფროუდზე. მარშრუტის აზრზე არ ვარ, ბეჟო მიცის, მონადირეებთან ერთად ვარ. პატარა ტურს მოგიწყობთ ეხა. ეს არის ბეჟოს მანქანა. JK-ია. და ნუ 40-იან საბურავებზე დგას, როგორც ხედავთ და მის წინაშე არანაირი დაბრკოლება არ არსებობს და მე ძალიან მიყვარს ამ მანქანაზე ჯდომა და ამის მანქანის ტარება. ეს არის ქალბატონი ნინას მანქანა. ისიც დგას 40-იანებზე, წესით, ხო? ულამაზესია, მე ძალიან მაგრამ მიყვარს ეს მანქანა. ეს არის ბატონი გუროს მანქანა. ბატონი გლადიატორი, რომელშიც არის უზარმაზარი შრომა ჩადებული. ბატონი გურო ხოძეა. შიგნიდანაც შეგიძლიათ ნახოთ, როგორი სუპერსტარობები ხდება. ეს არის ბატონი ლაშას მანქანა, რომლითაც ამ მომიყვანაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, იმიტომ რომ ამოყავს ალბათ ყოველ დღე ვიღაცა საიდანღაც. ეს არის ბატონი კოტეს მანქანა, შეხედეთ. ეს არის ორკარიანი. აი ეს არის სუპერ სილამაზე. ეს არის ნახევრად ჰიბრიდი, რუბიკონი. ჩავიბარგეთ სანდრო, მივდივართ უკვე ოფროუდზე.
პირდაპირ რას მიდის ხო? ჯერჯერობით მაგრადადის და არ უშინდება პატარ-პატარა დაბრკოლებებს. BMW-შნიკებმა არ მიწყინოთ, მეც BMW-შნიკი ვარ. პროიცოდეთ. აი ეგ მომცა ეხლა ისა ტუნდრა, Toyota ტუნდრა რა. მე ნახავდი აი რაღაც სამაკატკებით რო დადიან ესენი. და ვიდრე დიდი საბურავებით მე განახებდი ამაცი. ესე იგი მე შენ მანქანაზე ვჯდები, შენ ჩემი შტურმანი ხარ. კი ბატონო. კარგი, მაშინ გადავაყენებ. დაგდებთ პატივს და მასტერ კლასს ჩაგიტარებთ. Peugeot მანქანაზე ვჯდები. ეს შევალთ და ცოტა უკან გამოვალთ. ჩემი მანქანით კიდე კაი არ წამოვედი, ხო ვჯიუტობ ხოლმე და ამჯერად არ ვიჯიუტე და დავუჯერე ბეჟოს, მის მანქანაში გადმოვჯექი და კიდე კაი. პირველები ვართ, ვინც ეს რაღაცა დაბრკოლება გადაწყვიტეს, რომ გადაელახათ და ეს იყო კატასტროფა, კიდე კაი ჩემი მანქანით არ წამოვედი. მანქანა არის მართლა გეუბნები, არ ვიცი. თან სულ მეშინია ხო არ ვტკენთქო, მაგრამ თან დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ტკივილები აქვს გადატანილი. ლოდი იყო ხო? და დავეჯახეთ? ვიგრძენით. ლოდი ხო არ გატყდა.
ნელა ნელა და მეორე ერთ მოდი ხარ ტყეში დრუჟბა მინდაო როიძახი რაც გინდა დრუჟბა რაც აკაცო ვენება გამოვიდეთ მე და მანქანები რა უნდა წამოვიდეთ დეტი ემანდა მე და კოდე აი ესე მიშლიან ეს ახალგაზრდები ძეროებს საკაცო აი ეგ მაარტები და შეიძლება. აი და შენ აფერები ვაშები. აბა მეგობრებო ესე იგი მე სიგარა მიჭირავს. მოკლედ, აი ეს ყველაფერი არის დასადრუჟბი, რო იცოდეთ. ძალიან ბევრი დაბრკოლებაა. სად ამოვიარეთ, რო იცოდეთ, აი არ დამიჯერებთ. სანდრო კი მიჯერებს და ფეხით ამოიარა, ეგეც კაი ოფროუდია. ჩვენ ყველა ამოვედით. ვა, იმან ისე გააგრძელა. ძალიან დიდი ქვა. რატო გააგრძელა ის? ძმა.
კმაყოფილი ხარ ჩვენით? ძალიან. ჩვენი გუნდით. შენით ვარ ძალიან კმაყოფილი. მადლობელი ვარ. ძალიან მაგრა ატარებს. კიდე თქვი? ძალიან მაგრა ატარებს ნანკა. ამოდიან. შლანგის დაჭერაში დახმარება დაჭირდებათ. ხა ეს შლანგი რო არ გავხიოთ, იმიტომ რომ მოსახლეობას წყალი აქედან მიეწოდება წესით. მაგრები ვართ. მაგარია. რა ხდება, აბა როგორ მოგწონთ? შენ როგორ მოგწონს? ჩვენი ეკვადელი გასვლა. სუფთა საურანგლერო გასვლა გვაქვს. არა, აი ამისთვის არის მე მგონი ჯიპი შექმნილი ურანგლერი. გესიამოვნა ხო იმ ხრეშიდან რო გამოვედით? ხო, რა იყო ის ავტობანზე ხრიგინი ვიღაც სიამოვნებს. აი გზა ხალხო, აი. მოდის ხალხი. ნანკა არის მის ხმა, მაგრამ ეხა ამბობს ეს არაფერი არისო და ხალხო რა ხდება პროსტა რო გადაიხედოთ. მოდი გადმოვიდეთ ახლა. ნანკა ეს არის მარტივი გადმოსასვლელი. დავაი გადმოდი მიდი. აი თულია და მე ვერ ვხვდები თუ რა ხდება. გაუტრუხ. ოიცა მანქანა ხილო. Garakin. და როგორი ბილეთი მყავს? საოცარი. ეხლა არ უნდა დავიდე. აჰა. ჩვენი საღამო დასასრულს მიუახლოვდა. აი ესეთი ლამაზი და გემრიელი ნოტით ვასრულებთ შაბათ საღამოს. ხა როგორ მოგეწონა? მე აღფრთოვანებული ვარ და შაბათს ველოდები შემდეგს. ჩიკითხილში რო ვარ. ლიმონადი დავისკი. ლიმონადი. დღეს მოხდა პირველად რომ მონადირები და ოფროუდერები გავერთიანდით და საერთო გასვლა გქონდა. და საერთო გასვლა დავიწყეთ ჯომარდობით და მერე გადავიზარდეთ ოფროუდით და ოფროუდზე წავედით იქ, სადაც ჩვენ ნადირობთ ხოლმე. ძალიან სიმბოლურია ეს ყველაფერი. მონადირების იგივე ოჯახია, რაც ოფროუდერები. ერთი დიდი ოჯახია, აი რაც სიყვარულს აკრიალებს, ახლა შენ რო ეცნობი ნელა, ხო? ზუსტად იგივე სიყვარულს ტრიალებს იქაც რა, ერთმანეთის გვერდში დგომა, ეს ჰობი იმიტომ გავს ერთმანეთს. ბუნების სიყვარულით, ტყეში ხეტიალით, მონადირები და ოფროუდერები რა. და ერთობით. და არა, გართობა და გვერდში დგომა. ანუ გაჭირვებული ადამიანი, ანუ ერთმანეთს უარსად არ ვტოვებთ არასოდეს. შენც უნდა განადირო. ეხა უნდა განადირო, მალე ხორცაც მაჭმევს მე ეს კაცი. არა. შემდეგი ვიდეო რო არის, რომ გარეულ ღორს მიუსდევ.
მოგეწონა დღევანდელი დღე? რა თქმა უნდა. ძალიან. ეს არის გიორგი გასიტაშვილი, ადამიანი, რომელიც არის ძალიან ხელმარჯვე. ანუ გარდა იმისა, რომ ოფროუდელია, თან ძალიან მაგრა უყვარს მანქანების შეკეთება და გამოსდის იდეალურად და არის ვრანგლერის საქართველოში მე მგონი ერთადერთი ბევრია კაი, მაგრამ ჩვენთვის ერთადერთი სპეციალისტი. ეგრეა. ვისაც გინდათ რომ ვრანგლერი მოხოდოთ, აგერ არის გასიტა, რო იცოდეთ. გასიტა ძალიან მაგრამ ღერის თან. ეხლა ცოტა ხანში იმღერებს. ეს ხო გადაიღე. ანუ მეწყვილის garaშე, მეუღლის და შეყვარებულის garaშე ხო ხარ? ხო და ეს ბიჭი, სხვა მეც, მაგრამ ეს რეკლამა ჩვენი არ არის, უბრალოდ ვამბობ. ეს არის ერთადერთი ხალასჭაკი კაცი ჩვენს სამეგობროში. ამოყავს ძალიან ყველა, ანუ ზოგადად ამითი არის სახელგანთქმული, რომ ყველგან შეგელია დღის მანძილზე ნახო და არის ვიღაცის გადასარჩენად სადღაც წასული. თავისუფლად შეგიძლიათ ჩავარდეთ, მერე მასთან ერთად სიყვარულის მორებში შეგიძლიათ ჩავარდეთ, იმიტომ რომ თავისუფალია. და ჯომარდობაზე თქვა დღეს უარი, იმისთვის რომ ჩვენ გქონოდა დრონის კადრები და პატო ეტარებინა ყველგან და არა მარტო დრონის კადრები, ძალიან კაი კამერის კადრები გადაიღო ამანაც და მეც. ხო და მადლობა ლაშას ამისთვის. ვიდეოს მონტაჟის დროს მივხვდით, რომ არ გვაქვს ფინალი. ხო და გემშვიდობებით მეგობრებო. ეს არ იქნება ბოლო ეპიზოდი, ეს იქნება პირველი ეპიზოდი და უფრო სიგიჟეებს შემოგთავაზებთ. რამოდენიმე დღეში უკვე სხვაგან მივდივართ. ხო და თუ მოგწონთ და რა შეცვლიდით, აუცილებლად დაგვიწერეთ ყველაფერი. მადლობა Offroad Club 24/7-ს, რომ მაგათთან ერთად თავგადასავლები იწყება დღეიდან. გამოგვიწერეთ იმისთვის, რომ ბევრად უფრო მეტი ვიდეო ნახოთ და ინსპირაცია მოგვეცეს იმისა, რომ აღარ გავჩერდეთ. სიგიჟეები იწყება ხალხო.